წონს რომ შეჯიბრებები გვაქვს ამ სახლში. ხო, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიყოთ პირველები. ბანი. რა ხდება დაკაკუნების გარეშე რატომ შემოვარდით? ვაუ, ისეთი მახინჯები ხართ დილით, რომ ყოველ დილას სახეს იმალავთ. დღეს გვექნება კონკურსი, ყველაზე ლამაზი გოგო აირჩევა. მიიღებთ მონაწილეობას? გვეძინება და არ შეიძლება რომ არ მივიღოთ მონაწილეობა? ხო, საერთოდ არ გვინდა ჩვენ შეჯიბრებები. ბანი, თუ ამ სახლში გინდა ცხოვრება, ყველა შეჯიბრებაში უნდა მიიღოთ მონაწილეობა. ადექით და გაემზადეთ. 30 წუთი გაქვთ ზუსტად. მალე. გოგოებო, კინაღამ დაგვინახეს. რა სახე მაქვს? ზომბის. საშინელება იქნებოდა რომ დაენახეთ. ხო, და ახლა უნდა წავისვათ ტონა მაკიაჟი, რომ დავიმალოთ ეს ლამაზი თეთრი სახე. შოკში ვარ. რატომ არ ვიცოდით არაფერი? ლოგიკურია, 2 კვირა ამ სახლში არ ყოფილვართ. ჯანდაბ, რა საშინლად გამოვიყურები კონკურსისთვის. ჩემი მუცელი კი გაბერილია, გუშინ საზამთრო რომ ჭამეთ იმის გამო. კარგი, უნდა მოუწესრიგდეთ. კარგი, პირველი ეს დავიფაროთ. ხო, რომ არავინ გამოგვააშკარაოს. დროა, დავიმშვიდობოთ ამ სახეებს. ყველაფერი ასეთი ადვილი არ არის მერი. გოგოებო, გაიგეთ, დღეს კონკურსი იქნება. არ მინდა მონაწილეობის მიღება თუ ლუზერებიც იქნებიან. ხო, იმიტომ რომ უაზრობა, ჩვენ ძლიერი მოწინააღმდეგები გვჭირდება. ბაყაყებო, მზად რატომ არ ხართ? მალე ბანის უკვე ვუთხარით, ჩქარა. რა, ბანი მონაწილეობას იღებს? ჯანდაბ, ახლა დაბრუნდნენ სახლში და უკვე მონაწილეობას იღებენ. მონაწილეობას არ მივიღებ თუ ბანიც მონაწილეობს. იმიტომ რომ მაგარი ტანსაცმელი აქვთ და ჩვენ ტანსაცმელები სახლებში დავტოვეთ. ბაყაყებო, არ მესმის. რატომ წუწუნებთ? ადექით და გაემზადეთ. ჩქარა, მალე. თუ გინდათ რომ წააგოთ. 30 წუთი გვაქვს. რა უნდა ჩავიცვათ? წავიდეთ გოგოებო, იქნებ რამე ვნახოთ კარადაში. პროვასტი, ჯული, იდეალური წყვილი ხართ. შერიგდით რა? ჯული, პირველი ნაბიჯი შენ უნდა გადადგა. პატრიკ, ბიჭია, მან უნდა გააკეთოს. ხო, რა თქმა უნდა, ბიჭმა თავისუფლება უნდა მოქცეს, საჩუქრები უნდა მოქცეს, ხელი უნდა მოქცეს და შერიგების პირველი ნაბიჯიც გადადგას. ჯანდაბ, ბავშვებო, უნდა შეურიგდეთ ერთმანეთს. პატრიკ, უთხარი რამე. მეგობრებო, ერთმანეთს აუცილებლად უნდა შევურიგდეთ. არა. აი აქ არის 100 ახლოს, მაგრამ ჩემი მაინც არ არის. ახლა შენი იქნება. ლუზერებო, გამარჯობა. გამარჯობა. ჯულის და ბროუსის შერიგებაში დაგვეხმარით. არა, ჩვენი საქმე გვაქვს, დამნიშნულოვანია. ესენი რა ზომბის სახლში მიდიან? საყვარელო, დღეს ის რო გაგატარებ. დიმა, წამოდი, ჯერ რაღაც უნდა გავაკეთოთ. ზაკად, ხედავ, გოგოები არ მოდიან. არა, მოვლენ. არა, უკვე შუადღეა და დილით უნდა მოსულიყვნენ. კნოპასთან ერთად არ იქნები. არა, ზალინა, ვიქნები. ზაკად, როგორი ცალტვინა ხარ, რა ნახე საერთოდ ამ კნოპაში? აი, გოგოების მოვიდნენ. დიმა, რატო იმალები? უკვე ხო არ შეიცვალე აზრი. არა, არ შემიცვლია. ხო და აქ დადექი. მეზობლებო, გარები გაახეთ. ვა, გოგოები არ არიან. მეგობრებო, სულ ზაკ, აქ მოდით. სტუმრები მოვიდნენ. ვინ მოვიდა? ვა, ფეხბურთელები. კარგი, ახლა მივხედავ. 2 ძამი, ჯერ დაწნართი. აბა გისმენთ, რატომ მოხვედით? რა გინდათ? ხო, ასევე გამარჯობა. მე დიმა ვარ, ეს კოსტა არის და აქ საქმეზე მოვედი. ჩვენ გვინდა რომ ზომბები გავხდეთ და დაგვეხმაროთ. ხო, ახლავე. მეგობრებო, გაიგონეთ? ხო, ნამდვილად კარგად ხართ. მომისმინე, კარგად შენ არ ხარ, ჩემი მანქანის გასაღები დამიბრუნე. დიმა, 2 ძამი. მოკლედ, გვინდა რომ თქვენ შემოგიერთდეთ. ხოლო და ასე შევძლებ ჩემ მანქანას დაყოფას. მეგობრებო, ეს მაინც არ გამოგივათ და ჩვენი ნაწილი ვერ გახდებით. ხო, უცნობებს არ ვიღებთ. კარგი და ჩვენი მანქანა როგორ დავიბრუნოთ? მთავარი ვინ არის? ჩემი მანქანის გასაღები ვის აქვს? ზალინა. ვინ მოვიდა? მოიცა, მთავარი შენ ხარ? შეგიძლია რომ მანქანის გასაღები დაგვიბრუნო. ეს დიმას მანქანისაა. ბიჭებო, გაიწიეთ, ეს გასაღები ჩემი მანქანის არის. შენი მანქანა ხო? ჩემი მანქანა, მშობლებმა მომაჩუქეს. დიმა, დაწნართი, წინ გოგო გიდგას. გოგონა, თქვენი სახელი რა არის? ზალინა და შენი სახელი? კოსტა, ეს რა არის? რა ხდება? ხო იცი, აქ მანქანის დასაბრუნებლად მოვედით. დიმა, მაცადე. მე კოსტა ვარ. ვა, აქ რა ხდება? როგორც ჩანს, ზალინა სამუდამოდ მარტო არ იქნება. სასიამოვნოა ძალიან და აქ რატომ მოხვედით? რო ჩემი მანქანის გასაღები დავიბრუნოთ. მიდი კოსტა, ახლავე. გასაღებს არ მოგცემთ, მაგრამ საყვარელო, შემიძლია შენთან ერთად ვატარო და მირეკებ. მოიცა, არ ვიცი შენი ნომერი. მორჩა კოსტა, მეგობრები აღარ ვართ. ეს ახლა სწორი გადაწყვეტილება იყო. დიმა, რა გჭირს, ლამაზი გოგოა. თან მანქანით გვატარებს ხოლმე. კოსტა, ვერ გაიგე, მეგობრები აღარ ვართ.
მე ვერ გავიგე აქამდე როგორ არ მინახავს. გოგოებო, მოდით ჩვენი კაბები ჩავიცვათ და წავიდეთ ამ კონკურსზე. უი, დღეს ზომბის სახლში წასვლას ვაპირებთ? კი, ბიჭები გველოდებიან. არა, დილით უნდა წავსულიყავით, მაგრამ ჩაგვეძინა. აუ, დამღალეს ამ თქვენმა ზომბი ბიჭებმა. მერი, არასდროს არავინ ყვარებია? კარგი გოგოებო, მოდით ავარჩიოთ, რას ჩავიცვამთ. მე ვარდისფერ კაბას ჩავიცვამ, კნოპა. კარგი ჩაიცვი. გოგოებო, მთავარია რომ კონდიციონერი იყოს, თორემ მაკიაჟი გაგვიფუჭდება და მხოლოდ კი არ წავაგებთ, არამედ შარშიც ვიქნებით. მეგობრებო, ერთი ცივი მოვიცით. მასწავლებელმა დღეს იქნება კონკურსი და დღეს აირჩევენ ყველაზე ლამაზ? კი, ბიცა, ასე იქნება. აი, ბიცა, ხო ხედავ რო გეუბნებოდი. რატომ არ გინდა მონაწილეობის მიღება? მაგრამ ვინ იმუშავებს? ბიცა, წვენი მომეცი. აი, სპიცა, ჩქარა, ცივილი მონათი. მალე კონკურსი დაიწყება. და სხვადასხვა მე მონაწილეობას ვიღებ. მე ხმას არ მოგცემ. მეგობრებო, გაიძიეთ. ჩვენ პორტოხლის ლიმონათი გვინდა, ჩვენს ლიმონათი გვინდა, მარწუხის. მეგობრებო, ხმავის მიცე, რომელიც მოგეწონება ხმაც იმას უნდა მიცე, მაგრამ ჯერ შეგვეთა გავაკეთოთ, თორე ამ კოსტუმში ძალიან ცხელა. კარგი მასკობი. შეიძლება ჩვენც მოვიდეთ? ხო, ბიცა, ყველა შეუძლია წასვლა. მალე იჩვენეთ. ჩქარა! კარგი დაწმარდით, საკმარისი დრო გვაქვს. ძალიან ცხელა. აუ, ბავშვებო, ხმა მე მომეცით, ძალიან მინდა გამარჯვება, მე მომეცით. მეგობრებო, გთხოვთ, ეს არ გააკეთოთ. ბროვასტი, საშინელი ადამიანი ხარ. კარგი გოგოებო, წავიდეთ და გავიმარჯვოთ. ხო, მაგრამ იჩქარე დრო აღარ გვაქვს. აუ, ალბათ საკი ძალიან ნერვიულობს. ჯერ მოვიგოთ და შემდეგ შეგიძლიათ ინერვიულოთ თქვენს ბიჭებზე. მე მზად ვარ, წავედით. წავედით. შეჯიბრებში მონაწილეობას აღარ მივიღებ, ამაზე თუ არ გავიმარჯვე. გავიმარჯვებთ, ბლონდი. უკეთეს რაღაცაზე უნდა ვიფიქროთ. ბლონდი, გაიმარჯვებ, ბლონდი, გაიმარჯვებ. ბლონდი, წამოიწყება უკვე. ბავშვებო, მოგესალმებით. ქალაქგარეთ სახლის ყველაზე ლამაზი გოგოს ჩემპიონატზე. დღეს ავირჩევთ ყველაზე ლამაზ გოგოს აი ამ სახლში. ამიტომ ბიჭებო, სწორი არჩევანი გააკეთეთ, იმიტომ რომ ბევრი ლამაზი გოგოები არიან, მაგრამ ერთი გაიმარჯვებს. ისე მე ხმას არ უნდა მივცემდი, აქ რო იყოს. კოსტა უკვე მაშინებ, ფეხბურთელებო, გაჩვენდით, კონკურსი დაიწყო. მონაწილეობას ვინ იღებს? ხო, გვინდა რომ ვიცოდეთ, სანამ დაიწყება. რო ვიცოდეთ, წასვლა ხო არ ჯობია. ჩერლდერების ორი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ბაყაყების ჩერლდერები და ბანის ჩერლდერები. და ჯულიც იღებს მონაწილეობას. ჩერლდერი არ არის, მაგრამ უბრალოდ ლამაზი ქალია. კარგით, პირველ რიგში მივესალმოთ ბაყაყებს, ჩერლდერებს. ხო, მაგრები უნდა ვიყოთ. წარმატებები. რა დაგვიძახეთ? ბაყაყები, ჩერლდერები. ჩერლდერი ბაყაყები. უნდა გითხრათ ლამაზი ჩერლდერი ბაყაყები. ლამაზი ჩერლდერი ბაყაყები. ჯანდაბა გოგოებო, პრობლემა გვაქვს. კონდიციონერი არ არის. გამიფუჭდა მაკიაჟი? ჯერ არა, მაგრამ ბოლომდე ვერ გაგვტანს. რა უნდა გავაკეთოთ? ვაიმე, თქვენთან რამდენი პრობლემა. გოგოებო, შეიძლება ჯერ მე წავიდე, თუ გეშინიათ რომ მაკიაჟი გაგიფუჭდებათ? პრობლემა? არა, წადი. და შემდეგი ჩვენი მონაწილეები არიან ბანის ჩერლდერები. გამარჯობა, მოგესალმებით. გაჭიები 4 ერთში არიან. ნუ იცინეთ, ჩემი შეყვარებულია. ჯული, ბანის შემდეგ უნდა გამოსულიყავი. ლეილა, რაღაც პრობლემები აქვს მაკიაჟთან, ამიტომ ხმა მომეცით, მინდა რომ ყველაზე ლამაზი გოგო ვიყო. მაგრამ არ იქნები. კარგი, ჩვენი შემდეგი კონკურსანტები არიან ბანის ჩერლდერები. მოგესალმებით, ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ კონდიციონერი რატომ არ არის? ისე მონაწილეობას ვერ მივიღებთ. კარგი, უკვე აქ არიან ჩვენი მონაწილეები და მინდა რომ ვთქვა პრიზები. გამარჯვებული მიიღებს გვირგვინს ბეჭდის ფორმაში და $1000. $1000. ვაუ, გვინდა $1000. კაბებს ვიყიდით. მე მომეცით ხმა, მე. მისმენთ სწრაფად დაგვისვით კითხვები, რაც შეიძლება მალე უნდა გავიდეთ აქედან. უკვე აღარ მაქვს ტონალური სახეზე მგონი. გოგოებო, მოგაჩვენეთ როგორი ჭკვიანები ხართ. კარგით მონაწილეებო, პირველი შეკითხვა, სად არის ყველაზე დიდი წყლის ნაკლებობა ჩვენს პლანეტაზე? აფრიკაში. ხო, ეგ იყო, უბრალოდ სახელი დაგვავიწყდა. შემდეგი შეკითხვა ბაყაყებო. შეიძლება რომ შეკითხვები აქედანაც დაუსვათ. ბაჭიებო, მაინტერესებს კალათბურთელებს როდის დაუბრუნდები? ამ კითხვას არ გავცემთ პასუხს. სულელური კითხვაა. შემდეგი შეკითხვა, რომელი ქვეყნის ვალუტაა იუანი? ჩინეთის. ეს ტყუილია, მათ პასუხები აქვთ? ბლონდი, პასუხები არავინ იცის. უკეთესად იფიქრეთ. ბანი მაგარია.
კარგი, შემდეგი შეკითხვა. ბაყაყებო, იფიქრეთ, თუ კიდევ წაგება გინდათ. ვიფიქრებთ. კარგი, შემდეგი შეკითხვა. გრძნობ რომ მაკიაჟი ჩამომდის. გოგოებო, უნდა წავიდეთ აქედან. კარგით გოგოებო, რას ეძახიან ადამიანებს, რომლებსაც აქვთ თეთრი წარბები, თეთრი თმა, თეთრი წამწამები და თეთრი კანი? ეს ჩემზეა. შენ ყავისფერი წარბები გაქვს. გოგოებო, მორჩა? არა, ალბინოსებს. კარგი, დაახლოებით ვხვდებით, ვინც იქნება გამარჯვებული. 3 პასუხი 3 ძალიან რთულ კითხვაზე. ესე იგი გავიმარჯვეთ? დიანა, უნდა წავიდეთ. ბავშვებო, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენგან უმეტესობა ჩვენ მოგცემს ხმას, იმიტომ რომ კითხვებზე გავიცით პასუხები, მაგრამ გვინდა რომ და ძალიან მადლიერები ვართ, მართლა. ძალიან მადლიერები. მაგრამ გვინდა რომ ჯულის გადავცეთ გამარჯვება. რა? ღმერთო ჩემო. კარგი, 4 მომონაწილემ დაგვტოვა და ჩვენი კონტესტი გრძელდება. შემდეგი შეკითხვა. ყველას დიდი მადლობა, ნახვამდის. კარგად, ბანი. შემდეგი შეკითხვა. შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტის სახელი. გოგოებო. მე ვიცი, ჯორჯ ვაშინგტონი. ბავშვებო, ხედავთ ვინ არის გამარჯვებული? ჯული. ყოჩაღ ჯული. ჯული, მე მზადვარ, რომ შეგირიგდე. ძალიან კარგია. გილოცავს ჯული. მადლობა ვირთხებო. გოგოებო, სახე უნდა დავიბანო ახლავე, ჩამომივიდა მაკიაჟი. კარგი, სახლში, ზომბების სახლში წავიდეთ. გოგოებო, ჩვენი გამარჯვება გადავეცით? სხვა გზა არ მქონდა. მოიცადეთ. რა, კალათბურთელებო, სახის დაბანა მინდა ძალიან ცხელა. არ შეგვიძლია საუბარი. ძალიან ცუდ დროს მოხვედით ახლა. რატომ წამოხვედით? კონკურსი რატომ მიატოვეთ? ხო, ხმა თქვენთვის უნდა მოგვეცა. გოგოებო, ძალიან მცხოვრად იქცევით. მგონია რომ ჩვენგან რაღაცას მელობთ. ბიჭებო, ჩვენ საერთოდ არ ვართ უცნაურები. უბრალოდ ძალიან ბევრჯერ გვაქვს გვირგვინები მიღებული და ხო, ჯული გავაბედნიერეთ. კარგი, უნდა წავიდეთ ახლა და არ გამოგვეკიდოთ იცოდეთ. ხედავთ, საერთოდ აღარ გველაპარაკებია. რაღაცას უეჭველი მალავე. არა უშავს, საღამოს ვნახავთ და დაველაპარაკოთ. აბა მეგობრებო, ყველაფერი მითხარით, რაც მოხდა, სანამ აქ არ ვიყავი. მოვიდნენ გოგოები. არა, გოგოები არ მოსულან. მაგრამ სამაგიეროდ ფეხბურთელები მოვიდნენ. და ზალინა ახლა შეყვარებულია. რა, რომელი? კოსტია, ისეთი საყვარელი და ფუმფულა. ზალინა, კოსტას უბრალოდ უნდა რომ მანქანის გასაღები აიღოს, შენ არ ჯირდები. ეს თქვენს ჭრილდერებს არ სჭირდებით. სად არიან ახლა? აბა, აქ არ არიან. კარგი ზალინა, დამშვიდი. ჯობია რომ ფეხბურთელებს მართლა მოერიდო. დარწმუნებული ვარ, რომ აქ მარტო მანქანის გამო მოვიდნენ. მეგობრებო, ისე რამე აზრი ხო არ გაქვთ ან წარმოდგენა, სად შეიძლება ჩვენი ბაჭიები იყვნენ? მე არ ვიცი. იმედია დაბრუნდებიან. რა თქმა უნდა დაბრუნდებიან. ნასია მითხრა რომ დაბრუნდებოდა, ამიტომ დაბრუნდებიან. კარგი, მაშინ დაველოდოთ. და ზალინა, შენ უკვე ყველაფერი გითხარი და იცოდე, გაგვირდები. არანაირი ფეხბურთელები. იქნებ მასთან ერთად ვიარო ამ მანქანით. ბიჭებო, კონდიციონერი ჩართეთ ბოლომდე. კინაღამ დავდნით. რა საშინელებაა? რატომ ყვირი ხართ? ყველაფერი აღიზიანებს გოგოს, რომელიც შეყვარებულია. ასეთი გამოწყობილები რატომ ხარ? სად იყავით? კნოპა, მეგონა რომ აღარ მოხვიდოდი. მოვედით, სხვანაირად ვერ ვიზამდით. ხომ, კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა და ჩვენი გამარჯვება გადავეცით სხვას. ჯანდაბა ბიჭო, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ძალიან ბევრი ტონალური გვისვია და სახიდან ჩამოგვადნა. არ მომწონს გოგოები ბევრი მაკიაჟი. ზაკატ და რას გვთავაზობ, რომ იმ სახლში ვიყოთ ესეთი ფერმკრთალი? კარგი, ხო არაფერს არ ვამბობ. ნასია, ძალიან ლამაზი ხარ, ხმას უეჭველი შენ მოგცემდი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, კინაღამ გავიმარჯვეთ, მაგრამ გამოვიქეცით ჩვენი მაკიაჟის გამო. ხო, ისე კი, მეწყინა. არ გინდა რომ ვაკოცებ და სხვა გოგოების ნაირი იქნები. არა ზუპ, არ გაკოცებ, გამორიცხულია. ბიჭებო, მაკიაჟი უნდა შევისწოროთ და წავიდეთ ისევ იმ სახლში. ხო, ყველაფერი გართულდა დღეს. ხო, და ეს კონკურსიც. და ჩვენი ზალინა შეყვარებულია. რა? ვინ შეგიყვარდა? კოსტია, თქვენი ფეხბურთელი ძალიან საყვარელია და ფუმფულა. ზალინა, არა, შენთვის არ არის. კარგი, რა მოხდა, უყვარდეს, მთავარია მე შემეშვას. გოგოებო, ჩვენთან ისევ როდის დაბრუნდებით? არ ვიცი, ხომ ხვდები ზიპ, ყველაფერი ისეთი გართულებულია. ხო, ჩვენი მშობლები მოვლენ თუ გაიგებენ. ხო, და გვეშინია არ გაიგონ. ბიჭებო, ვფიქრობთ, რომ ამას ვეღარ დავმალავთ. თან გოგოებს თავიანთი ძველი სახეების დაბრუნება უნდათ. ესე იგი კალათბურთელებს აკოცებთ. ხო, ზიპ, მაგრამ თქვენთან ერთად ვიქნებით. ხო, და თქვენ გაკოცებთ ოღონდ ლოყაზე. არა უშავს, კარგი რაღაცები დიდხანს მაინც არ გრძელდება. ნასია, ჩვენ შეგვიძლია რეალურ ცხოვრებაში ერთად ვიყოთ, იმიტომ რომ მეც ადამიანი ვარ. შენ თუ ადამიანი ხარ, მაშინ საერთოდ მაგაც სახლში წადი. კარგი, არ იკამათოთ, უბრალოდ უნდა გაიგოთ, რომ თქვენ ნერი სახეები ვერ გვექნება. ხო, იმიტომ რომ მშობლები რომ გაიგებენ, გული წაუვათ. მართლა გაგიჟდებიან. გოგოებო, იცოდეთ, თუ ისევ მიგვატოვებთ, ვეღარ გავუძლებთ.
ხო, უკვე ძალიან შეგეჩვიეთ. კარგი, ნუ წუწუნებთ, გოგოებო, გაიკეთეთ მაკიაჟი და წავიდეთ, თორემ ჩვენს მოძებნას დაიწყებენ. ბიჭებო, არ გიწყინოთ, ყველაფერი კარგად იქნება. კარგი იქნება, რომ თქვენც ადამიანები გახდეთ, რაც მალე მით უკეთესი. ზით, ცუდად არ იგრძნოთ თავი, დაუბრუნდებით, მართლა. წავედით. მისმინეთ ბიჭებო, რა ჩავიცვა ჩემი ბიჭისთვის, ლურჯი თუ წითელი? სალინო, გასამარისია, ჯობი ადამიანთან კონტაქტი არ დაიჭირო. ჯანდაბა ძალიან ცუდად უგრძნობ თავს ბიჭების გამო. ხო, მეც. მათთან ერთად აღარ უნდა იყოთ, გულები გაუტეხეთ. არა, მე ზაკი კიდევ მიყვარს. ხო, და მე ზიპი მიყვარს, მაგრამ ასე გაგრძელება არ შეიძლება. კარგი, დაგვიწერეთ კომენტარებში შემდეგ რა გავაკეთოთ, არ ვიცით. კარგი, თან დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. დაელოდეთ უფრო კარგ ვიდეოებს. კარგი, ახლა უნდა წავიდეთ. კარგად. გოგოებო, გავიკეთოთ მაკიაჟი და გადავიდეთ იმ სახლში.